დილამშვიდობის. ცოტა დილამშვიდობის. ჩემო ტკბილებო. გუშინდელ ხარებას გილოცავთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემი დავითის ნათლობის დღეა, გაქრისტიანების და რაღაცნაირად ჩემთვის ეს არის დავითისთვისაც კი დამავიწყდა. გუშინ შეკვეთიდან დავბრუნდი ღამის 2 საათზე. ქმარი მინდა თქო რომ ვიძახი, რომელი ქმარი შამიშვებდა სახში. ვაი, მე როგორ შემეშინდა. რა გინდა? ხშია, წამოდი გაჭა. წამოდი, აბა კატის საჭმელს გაჭმო. წამო, მოდი. თუ წამოყვა, მოდი. აი მომყვება. გებილია. ხომერცა როგორ შემეშინდა ფეხებს მომიდა. ჩემი გოგოების დამსახურებით, რომელსაც ოქროს ხენები აქვს და გეფიცები ხალხო გიჟები არიან. მე არ ყოფილა ასეთი თანამშრომელი მგონი არავისთვის. უხო ჩაუხრელა, დიმუშავე შეგეხო, 9-ზე შევედით ობიექტზე და 12-ის ნახევარზე გამოვედით. მე რა თქმა უნდა ერთი რუსთავში წავიყვანე მე, რომელსაც არც ფეხი მომორჩილებოდა და არც ხელი, რა თქმა უნდა, ქუჩაში ვერავის დავტოვებდი. მეორეც დავაბინავე, კაცი გარი მომწა, მანქანაზე ეყოლა უკანი ხალები უყვარს. ხო და ძალიან ცეც დღე იყო. როცა ასე გავიწამებ ხოლმე თავს და თან პასუხისმგებლობა კიდე ის, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე და აქეთ პროფილი არ მოვიდა. ყველას რო ეხმარები, ყველასთან რო გინდა რომ ჩაძვრე, ყველას რო გინდა რომ შეუმსუბუქო რაღაცა, იმიტომ რომ ანუ ასე მესამე შემთხვევაა, როცა ასე გვიან გამოვედით. უფრო გვიანით გამოსულა 2-ის ნახევარზე დამსრულებია. პირდაპირ დაასრულება, ანუ გზის იქით. ნიკოლოზი გამოშტერებული იყო დედამში, ავჭამო თუ რა ვქნა, მე კი რა ვიცი. არ ვიცი, დედა ჭამე, ნუ დამელოდები. ახლა ვიფენავე. ვერ გადავდივარ აშკარად და ეს ბორდიურზე ისე აყენებენ მანქანებს, რომ 60 კილო პლუსი თუ ხარ, всё, ვეღარ გაივლი. ანუ უნდა აიგრძალოს, მეც ესე მიყენია, მაგრამ უნდა აიგრძალოს და მეც დავემორჩილები წესებს. ხო და როცა შენ თავზე იმარჯვებ, როცა რაღაცებს აკეთებ, ისეც რაც ძალიან რთული შესასრულებელია. დიდი სახლი იყო, არ გადავიღე დამკვეთმა. ისედაც დრო არ მქონდა, ნამდვილად დრო არ მქონდა. არც მიფიქრია თავში აზრად არ მიწვია. ვიღებ სახლებს, რომელსაც კადრში ეტყობა. რა არის გასაკეთებელი ასე თუ ისე ვიდეო ყლაპავს თან და არის სახლები, რომელსაც არ ეტყობა. რა უნდა გააკეთო? ეს იყო ასეთი, არ ეტყობოდა. ვერ აღეკვდა და არც დრო მქონდა, არც ნერვები. ორივე ხელი მომწვეული და კიდე ერთი ჯოხი რა გამიხდა. ხო და ძალიან ისეთი ქალბატონი იყო დამკვეთი, სასიამოვნო. მე რომ მიყვარს არა კონტაქტური, ზომიერი. და ძალიან ბედნიერი გამოვედი, როცა ასე ვიმარჯვებ ხოლმე საკუთარ თავზე, რომ შენ ძალები ხო იცი, შენ ხო იცი თუ მკითხავ თუ როგორ ამუშავებ ეს პროცესი ორმაგთან. როცა 2 დღეზე ვყოფ, მე მივდივარ უფრო ზარალზე. ასე ვამუშავე ზუსტად 40 თანხით. სხვანაირად, როცა ასე გვიამტოვებთ ობიექტს არ გამოდის ხოლმე, ჩემი ადამიანებიდან გამომდინარე. ეხა ვიდეოებს ვაჩვენებ და ვამბობთ, რომ შევასრულებთ, შესრულებადია, ხო? მე
მე შემიძლია ძალიან ისე უთხრა რომ შენ ხომ მითხარი რომ ამას გავაკეთებდი რა ვიცი რომ საათზე მორჩები შენ თუ გინდა მორჩი 6-ზე და წადი მაგრამ იმდენად უპირობოთ მემსახურებიან ცუდი სიტყვა არ არა იმდენად უპირობოთ დგანან თავიანთ თავის სამსახურებში და რა თქმა უნდა მეც საქმე მიკეთდება რომ აი მასით რაღაცას ნამდვილად ვერ უკადრებელს ხოდა ემბრიოლისის სახის კრემი მინდოდა დიდი ხანია მაგრამ არ ყიდულობდი მე ხო ებრაელი ბებო მყავდა დიდი ბებო ხოდა ეხლა დავხედე ოიცამდელი მაგ-ტუალეტის კაბინეტს შევხედე და GPS-ის აქვს 50%-იანი ფას დათმობა რატომაც არა გავუკეთოთ ჩვენ თავს საჩუქარი იმდენად ყველაფერს ვიკლებ აბსოლუტურად ყველაფერს და იმდენად ნიკოლოზზე და დავითზე ვარ ორიენტირებული რომ სახის კრემი მინდა რა არ ვიცვამ სალონში მე არ დავდივარ ფრჩხილს ერთად არ ვიკეთებ თან ჩვენ თავთან ხომ და მოვიდე ხა იმაში და ტანის დამატენიანებელი ვიყიდე ამის წინ ვაზელინი ქვია თვითონვე ვაზელინი ქვია და ძალიან მომეწონა მე ასე ტანის დამატენიანებელი ერთიანი მოხმარებით არ დამიხარჯავს რა ყოველთვის მივაგდებ ხოლმე ეს ძალიან მომეწონა თან ვცდილობ რომ ამ ტოერზე და იმაზე ანუ შეხებაც ხომ იწევს ხო ხან მოხდები ხანის რომ ძალიან დავიტანიო ხან ხელში ჩამდის ანუ ორჯერ სამჯერ ვუსვამ ხოლმე ბანაობის შემდგომ რომ რა ვიცი ცოტა ხარია ეს აი ჩვენ მივდივართ ახლა GPS-ში თან კურსები გავახდით ცოტა თან მეძინა რამოდენიმე საათი და ავდექი რომ ბავშვს სკოლაში გამიშვი მაგრამ ვერ გავუშვი ცხვირა ხოლმე ქალმა ერშიანია დაურჩი ამდგარი ასე გაწბილებული თუმცა არ მეძინებოდა თავის გამაროძა იმდენად როცა ბევრ ამას ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მიღლებ მე პირიქით მაქვს რა კიო და არ მეძინებ მაგრამ მაგაზე არ ვჩივი ეს არის ჩემი ყველაზე გაბედული ნაბიჯი ყველაზე დიდი ნახტომი და მე კმაყოფილია საკუთარი თავის სანამ მე ყველაფერს არ დავისწავლი მე ყველაფერში არ ჩავიხედები იქამდე არ ჩავეხსნები ამ საქმეს მე ნელ-ნელა გავფართოვდები ვაპირებ უკვე და რა თქმა უნდა მაშინაც თავის უცნები ჩავარდნილი ოღონდ ცოტა ნაკლები შრომით აი ასე და ამგვარად ეს კურტუკი ამოვაძრე საუკუნე არ მცმია იმიტომ რომ მინდოდა ქუდი ყველა კაპიშონიანი ქუდი მინდოდა ქუდი და ყველა კაპიშონიანი ქუდი აღმომეჩნდა გარეცხი შესაბამისად ცოტა ნესტიანი ვარ ვიბანავე საერთოდ გავფინე და გამოვედი იმიტომ რომ სახში პური არ მაქვს ტუალეტის ქაღალდი არ მაქვს ხალ მივდივარ თელავში დაიწყო ჩემი კანიკულები მოვესწრებ სულაც მოვიქეთ ციცელს გადმოვედი ძალიან მიხარია მოულაგებ მე მამიკო მითხრა ჩამოგაკითხავო და წავალ მამიკოსთან და მე ჩამოვალ ძალიან მიხარია არ მომიგლია ასე მანქანით ძალიან გამიჭირდება მაგრამ მამიკოს მანქანას გამოვიდა ნებოდეს იქნება მათხოვოს ხა აფთიაქს ძალიან არაკუპობა ტელეფონი შესაძლოა ძალიან გაოცებული მიყურეთ ჩამოვეთხრიე უკვე ვარაცო
ძალიან ძეგლი როდგას, რომ ვერ გაიგებ ვინ არის. ეს წარმოადგენს. ხოთა. მეჩვენებთ მე რა შევიძინე. მოვედი. რატომ შვები ხოლმე ეს? როცა იცი რომ მანქანა არ ყავს, როცა იცი რომ ფეხით ხარ, როცა იცი რომ ყველაფერი ტკივე. რატო? იყიდე რომ დღეს შეჭამო, ხვალ ხომ მიდიხარ არა? არა. მაიცადეთ. მაღვითლებს. აი მე ამის რაღაცას ვუყურე. ერთ-ერთ ბლოგერს ვუყურებდი არა ქართულს. დემდან გამაღიზიანებელი მანერები ქონდა, ანუ რაც შევწუხდი გამაღიზიანდი რა. და გადავწყვეტე რომ ჩემი ჩამერთო. და ასე უცხო თვალით შემიხედა. დედა ღმერთო როგორ მიძლევთ. რამდენი ცუდი ჩვევა მაქვს, რომელსაც ვერ ვაკონტროლებ. ხანდახან მეტყველებაშიც პრობლემა მაქვს, მეტყველად ყოველად არ მიწერენ. ძალიან ცუდი. და ახლოს რომ მოვდივარ კიდე რამ სისქე ვჩვანვარე და არ ვარ სისქე. სისქე ვარ, მაგრამ თლად სისქე არა. ხოდა თავ კონტროლი უნდა გაუწიო, აშკარად მე თვითონ ვარ მომეწონა და მე თვითონ რა შევწუხდი. ახლა მოვაბარგოთ რა შევიძინეთ. მივდექი 54 ლარი იყო ორნამენტში. ეს არ მოვიწყდება. ორცალი პორტოხალი. ერთ სახლში ვარ და ესეთი დასვენების დღე მაქვს ხოლმე, როცა ყველაფერი მტკივა, ანუ ვაკეთებ რაღაცებს, ახლა საერცხი გავფინე, კიდე შევყარე, ანუ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ვიწვე ძირითადად არ ავდგე. და მესმოსნავება ხოლმე და ამიტომ იმედია წყალი არ დაწყდა. ამიტომ რამოდენიმე ხილი ვიყიდე, იმიტომ რომ საერთოდ განაშთული მქონდა ყველაფერი. სამი ბანანი. ვაშლი. ნახოთ ერთი წამ. რა მოხდა? პედოფილს. ვიცი, არა. აბა რას მეოპარაკება ნეტა. კაი. ერთი ავოკადო ვიყიდე, ორნაბიტმა შემოიტანა. კილოგრამს 16.45. ნორმალური ხასიათი, კატი წიფე ვიყიდე და კვერცხს მოვიხარშავ, ახლა დავადგავ. ავოკადოს შევჭამ. და ტუნა იყო ფასტაკლებაში, კილოში და კი ორნაბიტის, მაგრამ ამასაც როგორ ჭამ, ვიცი რომ ზეჩა უნდა ვიყიდო. ვიცი რომ ცუდია, მაგრამ მე ხო მყავს მაკე ითქმება ცხოველებზე? ორსული ფისო. მუჩელი ძლივს დააკდა, რაღაცა ვიტამინები და საკვები ვცდილობ ხოლმე, რომ ხელი შეუწყო, რომ ჯერ მთელი კნუტებზე არ ვიცი, მე ჯერ არ ვფიქრობ. წვენს გადავუსხავ ფისუკებს. პურს ჩავულბობ ხოლმე და კორმას აურავ ხოლმე კატისას და თავს მოვჭამ. ცოტას უწევადებ ხოლმე. ძალიან არ მოგშვიდეს, რაც არ გაფუჭდება. ვიყიდე. გუშინარ საათი რომ მოვედი სახლში. შემწვარი ქათი მქონდა, ხსოვთ, ჩემი მენი ჭარხალი და სალათი მქონდა. ანუ სალათი დაუმთავრებია ნიკოლოს და იყო შემწვარი ქათი, მე არ ჭამს, არ ვიცი რატო. გემრიელად ვჭამ ძალიან, შემწვარი ქათი და ჭარხალი და ერთი ნაჭერი პური. და ვთხოვე რომ სპარი გვაქვს სადღე ღამესო მიყიდე თქო და არ მიყიდა. გეყოფაო, დანაყრდებიო. მე გამახსენდა რომ ერთი მუჭას უხარი მქონდა. ამიტომ გუშინდელი პურ მონატრებულმა
ეს პული არ გამისინჯოს. იფქმა გამოუშვა. სახვევი. წავიკითხოთ აბა. თუ გაგისინჯოთ დაწერებთ თქვენ. დამწერებთ ამის ქართული ხორბლის ლომთაგორას პური. Very supply აქვს. სავარაუდოდ. ჩემი საყვარელი პურია. ჩემს ეკოლეგი. განაჩო. ძალიან ყოშნი ხარ. მეც. ტკბილი მე ვიქნა. დიდი რო ვიყიდო არ მაქვს სათავსო რო შევალაგო. და ასე მიწევს ყოველ მეორე დღეს. ეს კათამისო წამოვა პროცელი, იმიტომ რომ უმანქანთ რომ მივდივარ არ ვიცი რას წამოვიღებ. შესაბამისად სახში რომ მოვალ შეერეანო. ეს არის ჩემი უსაყვარლესი შოკოლადი. გიჟდები. ყველაზე გემრიელია, კინდერზე გემრიელია. შემცველობა არ ვიცი სავარაუდოდ პალმის ზეთები და მთელი ატრიბუტიკა. ახლა რა შევიცინე GPS-ში. 197 ლარის ღირებულების იყო. 40%-იანი ფასდათმობა ქონდა. მოიცა ტელეფონზე მოდის ხოლმე მე ხო. არ მომაწულა. აი GPS. დაზოგეთო 61 ლარი და 24-იო. ნუ 50 ან დავზოგე და წავედი ორნაბიჯში. ზეთნადავიც დამიწერა. კაი. და გადავიხადე 114 ლარი. ეს ხო გახსოვთ ეს რომ გაჩვენეთ ანუ ყავისფერი დილასაც გიყვებოდი ნაგავში კიდე ხო ვერ ამოვიღებ. ეს ცოტა სხვა სტრუქტურა უფრო სქელია. მინდა უფრო სქელი, იმიტომ რომ ეს ბევრს ვისობდი. ამას რაჭერს უკვე გავაფუჭე. ნაზად ხალი არ ხარ. აბა ნაგოინივა რატომ მინდოდა რომ მომეშვა ანუ ეშვება მაგრამ ეფარება როგორც მითხრა არის ვიტამინებით და SPF 10 აქვსო დაცვაო B3 შეიცავს და SPF 10 71-40 ღირებულა. და ძალიან რთულია. ანუ ხო, ყოველთვიარ გჭირდება, მაგრამ მაინც მე ანუ საჭმელში ჩემ თავს უსვავ ხოლმე კითხვას თქვენც დამიწერეთ გახოწებით, რა თქვენც ესე მოგდით. ანუ საჭმელზე არ მომდის ესე. ბავშვისთვის რო ყიდო, მე როცა მარტო ვარ რას გავდი ხო გახსოვთ. ეხა ვუშვებ ნიკუშას ერთი თვე და კიდე გავხდები. ანუ როცა მე მარტო ვარ, ჭამ ძალიან მინიმალურ საჭმელს ფულს არ ვხარჯავ. არა, ნიკა საჭმელს არასდროს არ მენანება, მაგრამ თვალის კრემისთვის რატომ მენანება? ორი თვე მეყოფა ალბათ. ლიფტინგი, ზოგადად ვიცი რომ მარკეტინგული ხრიკია. კიდე ჩემი თვისება მე რო ვერ ვხედავ, მგონია მინდა რომ დაგინახოთ სადღაც.
ვიცი რომ მარკეტინგული ხრიკია. ვიცი რომ ინექციების გარდა არც მცირე ნაოჭს და არც დიდ ნაოჭს არაფერი არ შველის და ყოველთვის იმიტომ ზოგადად ასეთ თავისმოვლი საშუალებებში ფულს რომ ინექციებში მერჩევნე გადავეხადოთ და ეხაც გასაკეთებელი მაქვს. იქ არ მენენება ხოლმე ძალიან მოწუხებს. მაგრამ გავტესტოთ. ზაფხულია, გაზაფხულია, ცოტა მისიუდება, ცოტა რაღაცა. ჯერ მინდა რომ ყოფებში იყოს. ასე. ეს მეორე. და ეს დამატენიანებელი. დამატენიანებელი ხო ეხლა მაჩქა შემოგობარა. აღარ გვაქვს. ასეთი დამატენიანებელი ქონდათ რეტინოლით. და ასეთი და რეტინოლს დიდად რაც ვერ დავუმოყამე გოინი ვარ. ხო დავიღე სენსიტიური კანისთვის. ამასაც ცოტა ხანი დავასვენებ, იმიტომ რომ და მაქვს ისი კრემი, რომელიც წინაზე ვაჩუქე ჩემ თავს. ეხლა შემდეგში უნდა ვაჩუქო მზისგან დამცავი ჩემ თავს და სახის მოვლის საშუალებები ცოტა ხანი დასასრულს მივახლოვდება და მე ინექციებს გავაკეთებ. წავედი ახლა მე დღეს მინდა რომ სულ დავისვენო, სულ ვიწვე, არაფერი არ ვაკეთო, მაგრამ თუ რამის გავაკეთებ ისეც რომ ჩავწვლი რომ შეიძლება გაგიზიაროთ, დავბრუნდები ბედნიერ დღეს გისურვებთ.